ჩეჩნეთი 2025 წელი. კადიროვის 17 წლის შვილი საკუთარ ქორწილში იარაღიდან ისვრის მართავს მანქანას და პოზირებს რამდენიმე მილიონის ღირებულების საათით. ჩეჩნეთში ქორწინებაც და მართვის მოწმობის აღებაც 18 წლიდან არის ნებადართული. თუ ვინმეს გონია რომ აქამდე ბევრი გვიკლია, ძალიან ცდება. და ცდება ყველა, ვისაც გონია რომ ოცნების უსამართლობა და უკანონობა მას არ შეეხება და მათზე არ აისახება. თავიდან დაიწყო იმ კანონების კოპირებით, რომელიც არის აზერბაიჯანში, რუსეთში, ბელარუსში გათავდა შემდეგ ეს კანონები და ეხლა ისეთ რაღაცებს წერენ ჩვენს კანონმდებლობაში, რაც იქაც კი არ წერი. არც ერთ ამ ქვეყანას ასეთი კოქტეილი არ გააჩნია ერთიანად, რაც საქართველოში სამწუხაროდ უკვე არსებობს. დაახლოებით ბოლო 6 თვის განმავლობაში ქართული ოცნების არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ 20-მდე საკანონმდებლო პაკეტი განიხილა და ცვლილებები დაამტკიცა. თითოეული პაკეტი რამდენიმე კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. ცხადია, ყველა ცვლილება მათ პოლიტიკურ და რეპრესიულ ინტერესებს ემსახურება. სადაზვერვო საქმიანობის შესახებ კანონზე რედაქციული ხასიათის შენიშვნა არ არის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონზე რედაქციული ხასიათის შენიშვნა არ არის. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის შესახებ კანონზე შენიშვნები არ არის. საერთაშორისო საკანონმდებლო შენიშვნები არ არის. ოპერაციულ საკანონმდებლო შეությունები არ არის. სპეციალურ შესახებ კანონზე რედაქციული ხასიათის შენიშვნა არ არის. ტერორისტულ შესახებ კანონზე რედაქციული ხასიათის შენიშვნა არ არის. იარაღის შესახებ კანონზე რედაქციული ხასიათის შენიშვნა არ არის. თავდაცვის კოდექსში ცვლილებაზე რედაქციული ხასიათის შენიშვნა არ არის. სამხატვრო უსაფრთხოების შესახებ კანონზე რედაქციული ხასიათის შენიშვნა არ არის. სამშობლო დაცვისა და თავდაცვის უმცირესობების მიღების სოციალური შესახებ კანონზე რედაქციული ხასიათის შენიშვნა არ არის. საერთო პარლამენტის რეგლამენტის შურებებთან დაკავშირებით რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ არის. დასკვნითი სიტუაცია მადლობა საქართველოს. მადლობა ფარდაჭერის. მადლობა საქართველოს. დასკვნითი სიტუაცია არა გვაქვს. მადლობა საქართველოს. საკითხი ახლა. არა მადლობა. მადლობა საქართველოს. ბოლო 6 თვის განმავლობაში იმაზე ბევრად მეტი რამ გაფუჭდა და გაუარესდა ამ ქვეყანაში კანონმდებლობის თვალსაზრისით, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია აღწეროთ და წარმოვიდგინოთ. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, შეკრების თავისუფლებას და ზოგადად ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას რომ თავი დავანებოთ, ოცნების უკანონო სამართალი ყოველ ახალ კვირაში ახალ სიმაღლეებს იპყრობს. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო ცვლილებით შესაძლებელი ხდება ბრალი წარედგინოს ადამიანს და საბოლოოდ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს ისეთი მოწმის ჩვენების საფუძველზე, რომლის ვინაობაც არავისთვის იქნება ცნობილი, მათ შორის არც დაცვის მხარისთვის. ამ ცვლილებამდე ერთი კვირით ადრე ოცნებამ სასამართლოში ყველანაირი გადაღება და ჩაწერა აკრძალა. აქამდე თუ ხდებოდა ცრუმოწმების იდენტიფიცირება, მათი საჯაროდ რაღაცა გამოქვეყნება სახეებს, ეხლა ვეღარ გადაუღებ სურათს, მაგრამ ეს არ ეყოთ როგორც ჩანს და არ მხოლოდ მათი სახეები არ უნდა იყოს ცნობილი, არამედ მათი სახელებიც არ უნდა იყოს ცნობილი და ამიტომ ისინი ცრუმოწმებზე რაც გადაწყვიტეს არის რომ აი სასამართლოშიც რო არ მივიდნენ საერთოდ ეს დისკომფორტი რომ არ განიცადონ რომ მათ ვინმე სურათი გადაუღოს ხო ფოტო გადაუღოს ჩაიწეროს და დაგუგლოს ვინ არიან უბრალოდ მთლიან დამალავენ მათ ვინაობას სასამართლოში მისვლა არ მოუწევთ და ასე ამ გზით იქნებიან ერთ შემთხვევაში ცრუმოწმები წახალწებული რომ რაც უნდათ ისი ლაპარაკონ და მეორე შემთხვევაში მოსამართლე და პროკურორი იტყვიან აბა რამე კანონი დაირღვაო და ასე გაგრძელდება ნებისმიერ საქმეზე სადაც სახელმწიფოსთან იქნება ინტერესი რომ ადამიანი გაამქრუნოს. თქვენ იმასაც ვერ გავიგებთ ეს ადამიანი რეალურად არსებობს თუ არა. ელემენტარულად აი რომ მოიგონოს დარტანიანი რო ჩაწეროს მართლა რომელიმე პროკურორმა და მე დაშტრიხოს იმის სახელი და გვარი. ვერ გავიგებთ მაგას, იმიტომ რომ ეწოდება მხოლოდ იმ ადამიანს. და მაქსიმუმ შეიძლება მოსამართლემდე ავიდეს, რომელიც ყველაფერზე მაინც კვერს და უკრავს, ხო? ესეთი რამ სისხლის საპროცესო კოდექსში უბრალოდ არ არსებობს, ეს არის არაკონსტიტუციური და ზოგადად სამართლის უზენაესობის ძირითად პრინციპებთან. სასამართლო საჯაროებაზე აღარ არის ლაპარაკი, ეს არის დაცვის უფლების ქონასთან შეუთავსებელი ცვლილება მთლიან. ასე გადაიჭრა ცრუმოწმების პრობლემა. ვეღარ გავიგებთ როგორ მოიტყუებიან, როგორ მიუთითებენ შეცდომით ბრალდებულებზე, როგორ არ დაინდობენ არავის რეჟიმის ბრძანებების საფუძველზე, როგორ დაკარგავენ სახეს. მას შემდეგ რაც სასამართლო გადაღებისა და ჩაწერებისთვის სრულად ჩაიკეტა, ამბები ნახატებისა და ჩანაწერების სახით გამოდის. მე არ ვაპირებ რომ ადამიანურად არ გაპატიოთ, მაგრამ სამართლებრივად რაც შეეხება, მე პირობას გაძლევთ, მოვა ამ ქვეყანაში დრო,
უმაღლესი თანამდებობის პირიდან დაწყებული აი ეს ბიჭი დამხმარე რომ ზის და ჰგონია რომ არაფერ შუაშია იმით დამთავრებული ყველას მოეთხოვება იმის გამო კი არა რომ მე ღვაწლი მექნება რამე შურის ძიება არა იმიტომ რომ სხვებს არ გაუჩნდეთ იმის სურვილი რასაც თქვენ აკეთებთ და იცოდეთ რომ მაგაში დამნაშავები თქვენ ხართ როგორია ციხეში რომ იგებ ჭიშკართან პოულობენ მამაშეს მკვდარს არ ფიქრობთ ხოლმე ამაზე ბავშვობაში რამე რომ დამიშავებია ახლაც მახსენდება და ისმაც უხებს რამე ასეთი გრძნობა არ გააქვთ ეჭვი არ მეპარება რომ ეს ყველაფერი დამთავრდება მაგრამ ქვეყანა მეწოდება მე სიკვდილის შიში დიდი ხანია დამარცხებული მაქვს ახლა კიდევ ერთი მიზეზი დამემატა ერთი თხოვნა მექნება ჩემზე ნუიდარდებთ ქვეყანას მიხედეთ ონისე ცხადაძე მესამე სინდისის პატიმარია რომლის მშობელიც ისე გარდაიცვალა რომ ბოლოს უკანონოდ დაკავებული შვილი სასამართლოს დარბაზში ნახა ონისეს და დანარჩენების ემოციურ მიმართვებს აწი ვეღარ მოვისმენთ მაგრამ წავიკითხავთ აკრძალვის შემდეგ სასამართლო პროცესები მანდატურების ძალადობის ფონზე მიმდინარეობს ამგვარაში კიდევ ერთ გამწარებულ დედას გამოუტანა განაჩენი ოცნების სასამართლომ 21 წლის გიორგი მინდაძეს ნინო გალუსტაშვილმა 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა გალუსტაშვილი აუცილებლად ამ სიმართლით ივლის მთელი ცხოვრება გიორგის მათეს და დანარჩენების უკანონო განაჩენი აუცილებლად მიუბრუნდება სამართალი არსად არ არის მაგრამ მე რისი იმედი მაქვს იცით უხველა ურემი ნელა დადის მაგრამ ისეთი სამართალი და ყველას კარებთან მივადა მე ხლა უკვე ცრემს ვიშრობ აწის უნდა ვიცინო მიუხედავად რო უშიან და თვითონაც დაიწყებენ ტირს თქვენი განწყობა გექალთ არაჩვეულებრივ განწყობაზე ვარ სრულიად განსხვავებული დაბატების დღე მაგიწოდეთ ეს დღე ცხოვრებაში არ დამავიწყდება ალბათ გიორგი მტიგანიცა და დღევანდელი დღის საჩუქარი მაგრამ გალუსტაშვილს ეთყობა სურვილი ქონდა დედისთვის ერწყინვალე საჩუქარი გაეკეთებინა ეგ ვერაზროს ვერ მიხვდება გიო და ჩემ დედაშვილობას ამას ვერავის ვერ აუხსნით მე და გიო და ის ვერაზროს ვერ მიხვდება არიტირო მე არ ვიტირო რეჟიმს დაქვემდებარებული გალუსტაშვილი აწი ვეღარაფერს გაიგებს მაგრამ ყველაფერს გაიგებს და ხედავს ქართველი ხალხი რომლის ღურამდეც ოცნების უსამართლობა მაინც მიაღწევს რაც უნდა საიმედოდ ჩაკეტონ სასამართლოს კარი კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით ოცნება ფინანსურ დანაშაულებში ბრალდებულ და უკვე მსჯავრ მოხდილ ადამიანებსაც კი სამუდამოდ სწირავს ამ ადამიანებს პატიმრობის დასრულების შემდეგაც კი არ შეეძლებათ ჰქონდეთ სახლი ან რაიმე სახის ქონება და არ შეუძლიათ მიიღონ დახმარება ოჯახის წევრებისგანაც კი მას ვერცერთს ვერ ექნება თავის სახლიან ბინარადან ეგრევე წაართმევენ ის ვერ შეჭამს მისთვის მიწოდებულ საკვებს მარტივად რომ ვთქვათ და ვერ მიიგებს ვერავით არანაზღაურებას რომელიც იქნება თვეში 500 ლარზე მეტი ეს არის ადამიანების გამეტება ცოცხლად სიკვდილისთვის წამებით რაღაცა სიღატაკეში სიკვდილისთვის ძმამ რო შეიფაროს თავის სახლში ორივე უკან დაბრუნდება ციხეში ისიც ვინც რაღაცა ქუჩაში არათევს ღამეს და ნუ ესტუმრა რო აი ღამე გაათიოს თავისი ძმის სახლში და ის მისი ღვიძლი ძმაც რომელმაც მისი ძმა შეიფარა თავის სახლში ორივე მიდის ციხეში რადგან ორივემ ამ პარტიის მოსაზრებით დანაშაული ჩაიდინა ერთადერთი გზა თავი რომ დააღწიოს ადამიანმა ამ ყოველივეს არის თუ სახელმწიფო ჩათვლის რომ მან გადაიხადა სხვისთვის მიყენებული ზიანი და ესეც როგორ ხდება ხო ამ ადამიანს რა თქმა უნდა ყველაფერს წაართმევენ მაგრამ თუ საკმარისი არ იყო მაშინ უნდა მოხდეს ამოღება დამატებითი ფულის მისი ოჯახის წევრების მისი ნათესავების და მეგობრების მქონებიდან რომლებიც მასთან შეიფარებენ ან რაღაცა სერვისს მიაწვდიან ეს ცვლილებები ჩაიწერა კანონში ეს ნიშნავს რომ ყველა პროკურორს ყველა მოსამართლეს უკვე შეუძლია ამ ცვლილებებიდან გამომდინარე ღონისძიებების მოქმედებების გავრცელება ნებისმიერ ბრალდებულსა და მსჯავრდებულზე. ოჯახურ სიწმინდეზე და ღირებულებებზე მოლაპარაკე ოცნება ახლა ადამიანებს აიძულებს ოჯახის წევრებიც კი გაწირონ. თუ რეჟიმი ასე გადაწყვეტს. ამ ტემპით შესაძლოა ანდაზების აკრძალვამდეც მივიდეთ. მაგალითად აიკრძალოს ანდაზა ძმა-ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო. პრინციპში მეტი რაღა უნდა აიკრძალოს. Smoke one, light it up, we make it legal. Estos todos paralizados, te demoralizados. Para que mi club en the house, we legalizados. Smoke one,
Smoke one. იყო დრო ბერა მარიხუანას ლეგალიზებისკენ მოგვიწოდებდა. იყო დრო ოცნების წარმომადგენლები ამით ქულებს იწერდნენ. მაშინ ასეც მოხდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მარიხუანის მოხმარება სრულად ლეგალური გახდა. დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი 1282 საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მოხდან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45 მოხლის პირველი ნაწილის სიტყვების ან და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 34 მოხში მითითებული გარემოებების არარსებობისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მეორე დანართის 92 ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის. თუმცა ჰოის საოცრებამ რამდენიმე დღის წინ ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო ცვლილება მიიღო და 5 გრამი მარიხუანას შეძენა შენახვისთვის 6 წლიანი პატიმრობა დააწესა. საკითხი გახსოვდა. განსხვავებით 2017-18-19 წლების გადაწყვეტილებებისა ჩვენ შეგვიძლია დადასტურებულად კვლევებზე დაყრდნობით და ამავდროულად პრაქტიკაში არსებული გამოცდილებიდანაც მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ მარიხუანა, რომელიც ეხლა არსებობს, ეხლა მოიხმარს შესაბამისად დამოკიდებული ადამიანები, საერთოდ სულ სხვა შემცველობის მარიხუანა, ვიდრე ეს იყო წარსულში და შესაბამისი ნივთიერებას გაცილებით რამდენჯერმე უფრო გაზრდილი არის ამ საშუალებაში. არჩილმა ადრე ტრუხა იყო ეგ მარიხუანა და მაგიტომ გავხადეთ ლეგალურიო. ახლა სხვა შემადგენლობა აქვსო. სინამდვილეში სულ სხვა მიზნები აქვს არჩილის პატრონს. ეხლა რაც ხდება, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, პირდაპირ თქვა, თავზე გადახევა ამავე სასამართლოსთვის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ 5 გრამამდე მარიხუანას ფლობისთვის ადამიანი არ შეიძლება წავიდეს ციხეში და ამათ ჩაწერეს, რომ 5 გრამი მარიხუანას ფლობისთვის ადამიანი 2-დან 6 წლამდე უნდა წავიდეს ციხეში. და როცა კითხეს ბატონ გორდულაძეს ამის შესახებ, მან თქვა, რომ წავიდნენ და გაასაჩივრონ ხელახლა მე რაო. ანუ ეს არის კიდევ ერთხელ შეუძლებელი ამ დროს ისაუბრო სამართლის უზენაესობაზე ან რაღაცა უბრალოდ კონსტიტუციურ პრინციპებზე ყველანაირ ჩარჩოსგან არის გასული. მაგრამ ეხლა რასაც ვხედავთ, ეს არის რომ აი ოპიუმის და რაღაც სხვა ნარკოტიკების ჩადება აღარ დაჭირდება, თუ უბრალოდ პატარა მარიხუანას პარკები შეიძლება ადამიანს ჩაუდონ და მორჩა 6 წლამდე ციხე. მარიხუანაზე გამახსენდა ნეტა იმ ამბავზე რა ხდება ეკონომიკა რომ უნდა აგვეყვავებინა კანაფის პლანტაციებით. სამედიცინო მიზნით მოხდება მარიხუანას კულტივაცია. მეორე ეს არის სამეწარმეო მიზნები, როგორც მოიხსენებათ, კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება შესაბამისი ზეთი და ამ მიზნით მოხდება, ასე ვთქვათ, ამ მცენარის გამოყენება. არსებობს დეტალური გათვლები, რაც მიანიშნებს იმასე, რომ სარგებელი აქედან შეიძლება იყოს ძალიან დიდი. არის ძალიან დიდი ობიექტური გათვლები იმისა, რომ შეიძლება მილიარდი დოლარის და უფრო მეტის ექსპორტი განხორციელდეს, გაგრძელდება მასშტაბიზება. ყვილად არ მოიძიოთ ინფორმაცია, არაფერიც არ ხდება. ისევე მიეცა დავიწყებას, როგორც ივანიშვილის სხვა დაპირებები ქვეყნის აყვავებაზე, დემოკრატიაზე, ევროინტეგრაციაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, მედიის თავისუფლებაზე და თუ გნებავთ უფასო ფულზეც კი. თქვენ გექნებათ საშუალება, კიდევ გახსენებთ, რომ იქნება საშუალება იაფი და იოლი ფულის, იაფი და უფასო ფულისაც კი, თუ გნებავთ. ძალადობის რეპრესიების, დაკავებების, სტატუსების გამო დაჯარიმების ფონზე რეჟიმმა კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი მოიფიქრა. ჯარიმის გადაუხდელობის გამო ადამიანებს პატიმრობით ემუქრება. ათობით დაკავებული აქტივისტისა და ოპოზიციონერი ლიდერების შემდეგ ყველას დაგიჭერთო. აშინებს ოცნება იმათ, ვისი შეშინებაც აქამდე ვერაფრით მოახერხა. ვერც მოახერხებს. ამ ყველაფრის პარალელურად კი ქოცის საუკეთესო ტრადიციების სტილში პროპაგანდა იმას აბრალებს სხვას, რასაც თავად აკეთებენ. იმიტომ რომ ეგ აქვს დავალება რა. ეგ არის თავარი დავალება, რომ ეს ამაყი ერი როგორც დათრგუნონ რამენაირად რა. ეს იქნება ციხე, ეს იქნება საზოგადოებრივი ცხოვრება, ეს იქნება არასწორი დაჭერები თუ არასწორი მიდგომა ხალხთან თუ უსამართლო. ეს უნდა ეს არის დავალება მათი, რომ ესეთი ერები დაითრგუნონ ბოლომდე რა. თურმე ოპოზიციისა და დასავლეთის ხელწერაა ერის დათრგუნვა, არასწორი დაჭერები და რეპრესიები. ამანაც გალუსტაშვილივით ამ სიმართლით იაროს.
დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე უცხოური დახმარების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული. შიდა რეპრესიებისა და ზეწოლების ფონზე რუსული რეჟიმი ახლა დასავლური ქვეყნების ელჩებს დაერია. ხან დიდი ბრიტანეთის ელჩია სამიზნე, ხან გერმანიის, ხან ევროკავშირის და ხანაც ამერიკის. გერმანიიდან უკვე მეორედ შემოუთვალეს ჩვენი ელჩი ჩვენს პოზიციას წარმოადგენსო, მაგრამ კოცი მაინც უტეხია, არ სჯერა. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერაციული მთავრობის პოზიციას. შეშფოთებით აღნიშნავთ, რომ გრძელდება აგრესიული რიტორიკა ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან. გასაგებია, რომ ეხლა გერმანია დაიცავდა თავის ელს, იმიტომ რომ საქმეც იმაშია, რომ დასაცავად გაუხდა ელს საქმე. უკვე ეს არის დიპლომატიური საქმიანობის ჩავარდნა, როდესაც შენ დასაცავად გიხდება საქმე შენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. მერწმუნეთ, რომ ეს ჩვენს დასანახავად დაიცვეს, მაგრამ გერმანიაში მისი მოღვაწეობა არ იქნება შესაბამისად თლად დადებითად შეფასებული. შიდა ზეწოლის ფონზე გარე ზეწოლაც იზრდება. საქართველოს კვლავ დასავლური ქვეყნების ფოკუსშია. საფრანგეთის ევროპის საკითხების მინისტრის ბენჟამინ ჰადადის ინფორმაციით, ქართული ოცნების ავტორიტარულ პოლიტიკაზე პარტნიორ სახელმწიფოებს შორის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ინიციატორი ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი სტივენ დაუთი იყო. ჰადადის თქმით, მმართველი ძალის მიერ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებიდან გადახვევა უპასუხოდ არ დარჩება. თავისთავად რო ასეთი შეხვედრა იმართება უკვე მნიშვნელოვანია. თვითონ ის ფაქტი, რომ კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით გამოსაყენებელი ინსტრუმენტებზე მიმდინარეობს მსჯელობა, ნიშნავს იმას, რომ ეს არის აქტიური მოქმედი პროცესი, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება. შეხვედრა გულისხმობს იმას, რომ ეს პოზიციები გაზიარებულია და საერთო პოზიციას უნდა წარმოადგენდეს, უბრალოდ ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი განახორციელებს, სწორედ იმიტომ, რომ მას ამის მექანიზმი უკეთ გააჩნია, ვიდრე გააჩნია ევროკავშირს როგორც ერთიან ორგანოს. სწორედ დიდი ბრიტანეთი არის ის ქვეყანა, რომლის სანქციებით შესაძლოა სწორედ ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს ბიძინა ივანიშვილისთვის, მისი გარემოცვისთვის, ქართული საბანკო სექტორისთვის, იმიტომ რომ სწორედ ამ გზას გადის ჩვენი, ასე ვთქვათ, ცივილიზებული ფინანსური გზა, რომელშიც არის გარდამტეხი ძალიან ქართული ბანკები ჩართული, რომელიც ჩვენ წლების მანძილზე ძალიან გვიამაყებოდა, რომ საქართველოში ძალიან განვითარებულია, განსხვავებით სამეზობლოსგან ეს ჩვენი ფინანსური ინსტიტუტები. დიდი ბრიტანეთიდან ვიცით, რომ ძალიან აქტიურად განიხილება ეს სანქციები. ვიცით, რომ მოლაპარაკების მსვლელობებს ჰქონდა ადგილი ამ სანქციების რაღაცა შემსუბუქების თუ შეჩერების, რომელიც არ იქნა მხედველობაში მიღებული და ესეც ცხადყოფს, რომ მათი პოლიტიკა რეგიონთან მიმართებით და კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით უბრალოდ არ შეიცვლება. საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა ბენჟამინ ჰადადიმ რამდენიმე თვის წინ დროებასთან საუბრისას თქვა, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა შესაძლოა ახალი არჩევნები იყოს. სწორედ ეს ვთქვით ადრე. ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნები შეიძლება იყოს კრიზისიდან გამოსვლის გზა. ჩვენ გამოდივართ ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ოპოზიცია და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი პატივისცემა, რომელიც უარს იტყვის ნებისმიერი სახის ძალადობაზე, განსაკუთრებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ძალიან შეშფოთებულები ვიყავით არალიბერალური ტრადიციის გამო. ამის ვეუბნებოდით ქართულ ოცნებას არა მხოლოდ ბოლო თვეების განმავლობაში, არამედ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, რომ ის აშორებს ქართველებს ევროპულ გზას. ახალ არჩევნებზე ოცნება ჯერჯერობით თანახმა არ არის, თუმცა აღიარებას იხვეწება ყველასგან. ხან პოლიტპატიმრებს უთვლის გვაღიარეთ და ციხიდან გამოგიშვებთო და ხან საერთაშორისო პარტნიორებს ლანძღავს, მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველ ხალხს უჭერენ მხარს და არა ოცნებას. ფაქტი ერთია, რომ დასავლეთის დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხის მოხსნა ქოცმა ვერ მოახერხა. პირიქით, მეგობარი აქტიც და სხვა მოსალოდნელი სანქციებიც პროცესშია. პირველ რიგში პოლიტიკური განაცხადი უკვე იმას გულისხმობს, რომ ივანიშვილის ყველა მცდელობა, რომ მათთან გადაიწვეს ურთიერთობები, არ დგას ევროპელების დღის წესრიგში და არ დგას მათ სტრატეგიულ ინტერესებში. ეს გამოკვეთილია და ამას ამ ეტაპზე წყალი არ გაუვა და ეს არის რაც ჩვენ თქვათ გვაიმედებს, რომ მუდმივად ეს რეჟიმი ვერ შენარჩუნდება იმ ფორმით, როგორიცაც არის. მეორე არის ის ზეწოლის ბერკეტები, რომელიც გააჩნია დასავლეთის ქვეყნებს, რომლებიც გულისხმობს ერთის მხრივ სახელმწიფოსთან მიმართებით სანქციებს, მაგრამ ამავდროულად მიზნობრივ სანქციებს, რომლებზეც ხშირად არის საუბარი და რომლის გამოყენებაც ხდება. მიზნობრივ სანქციებში იგულისხმება თავდაპირველ ეტაპზე იგულისხმება იმ ადამიანების მიმართ სანქციები,
რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან შემჩნეული თუ ბრალდებული, მაგრამ ასევე გულისხმობს ფინანსურ სანქციებს, რომლისგანაც დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთი თავს იკავებს, სწორედ იმიტომ, რომ ფინანსური სანქციები მათ შორის დააზიანებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, რომელიც ისედაც ძალიან მყიფეა, ხო? ისედაც ყოველდღიურად უარესდება ადამიანების მდგომარეობა, მათი ფინანსური მდგომარეობა, ეკონომიკური ფონი და ამ ფონზე, ვთქვათ, საბანკო სისტემის შერყევა და დარტყმის ქვეშ დაყენება სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის უკავშირდება სერიოზულ რისკებს, რომელიც შესაძლოა ინდივიდებზე წაისახოს, მაგრამ ეს არის ძალიან მძლავრი მექანიზმი, რომელიც დასავლეთს გააჩნია და რომლის გამოყენებასაც განიხილავს ძალიან აქტიურად უახლოეს პერიოდში. რაც უფრო იზრდება გარეზე წოლა და სანქციების რისკი, მით უფრო აძლიერებს რეპრესიებს ქართული ოცნება ქვეყნის შიგნით. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასამართლომ მოხუცი ქალი სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო 2400 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტებისთვის სტატუსების გამო დაწერილი ჯარიმების ფონზე გასაკვირი არც არაფერია და საით მიდის ეს გზა. კარგად რომ დავინახოთ, მოგიყვებით, რომ რუსეთში რამდენიმე დღის წინ 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ფოტოგრაფს მხოლოდ იმის გამო, რომ მან ამერიკელ ჟურნალისტს საბჭოთა ბუნკერების შესახებ წიგნი გადასცა. წიგნი, რომელიც არანაირ საიდუმლო მასალას არ წარმოადგენს და თავისუფლად იყიდება მაღაზიებში. და თუ გგონიათ, რომ აქამდე ჯერ შორია, უნდა იცოდეთ, რომ ოცნების გამოგონილი კანონებით უკვე რუსეთსაც რჯობნით. მადლობთ, საკითხი განხილული. ბოლო 6 თვის განმავლობაში დეკემბრიდან მოყოლებული რა ცვლილებები შეიტანეს ქართულ კანონმდებლობაში, განადგურეს იქ საჯარო მოხელეების დაცვა, აქედან დაწყებული თუ გამოხატვის თავისუფლების კანონის რა გაუკეთეს შეკრების თავისუფლებას რა გააკეთეს ასე შემდეგ. ასეთი კოქტეილი, ასეთი კანონმდებლობის არცად არ არის. უბრალოდ არცად არ არის. ეს შეიძლება იყოს ერიტრეაში, სადაც ჟურნალიზმი პირდაპირ აკრძალულია. ეს ჟურნალისტებს ემუქრებათ სიკვდილით დასჯა. ერიტრეაში არის ეს, ჩრდილოეთ კორეაში არის. კი, აკრძალულია და მორჩა. ჩვენ მივდივართ აქეთ რეალურად, იმიტომ რომ ეს რასაც ქართული ოცნება კრძალავს, ეს რაღაცები არ არის აკრძალული რუსეთში და ირანშიც კი. ეს ან მოქალაქეების ესეთი შეზღუდვა მათი აზრის გამოხატვაში მე არ მახსენდება მე-20 საუკუნის შუახნის შემდეგ. ანუ ესეთი აი კანონით სამართლისგან დაცლილი კანონებით უსულგულო მმართველობა, ესე რომ ვთქვათ, ხო? ეს იყო ნაცისტურ გერმანიაში, ეს იყო საბჭოთა კავშირში გულაგების მეშვეობით, როცა იყო მმართველობა. იმის შემდეგ არავის არ დაუხარჯავს ამდენი დრო, რომ კანონებში ჩაეწერა უკანონობები. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა რუსული რეჟიმის მიერ დაკანონებულ უკანონობას არ ეგუება. თუმცა ვინც ეგუება და ახლა ხმას არ იღებს იმ იმედით, რომ ეს უსამართლო კანონები მას არ ეხება, აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ უსულგულო, უკანონო, ბრმად მოქმედი და უნდობელი სისტემა აუცილებლად მივა ყველას სახლამდე, როგორც მივიდა იმ მშობლებამდე, ვინც უკანონო დაკავებულ შვილებს ციხის გარებთან ელიან, როგორც მივიდა იმ ადამიანებამდე, ვისაც გამოთქმული აზრისა და სტატუსების გამო ასამართლებენ და გახსოვდეთ, რომ ერთ დღეს შესაძლოა საკუთარი ძმისთვის ან შვილისთვის სარჩოს მიწოდების გამო გაგასამართლონ.